შურისძიება თუ უბედური შემთხვევა რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ბორცზე მყოფი ყველაფერი დაღუპულია, მგზავრების სიაში იყო თავად პრიგოჟინის. ჯერ ოფიციალურად მისი სიკვდილი კრემლში არ დაუდასტურებია, თუმცა დასავლეთში უკვე საუბრობენ პუტინის შურისძიებაზე. ლევან ახალაია გვერდება ამ თემის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში. ლევან გისმენთ. დიახ ლიზა, ტვერის ოლქში ბიზნეს ჯეტი Embraer-ი, რომელიც მოსკოვიდან პეტერბურგში მიფრინავდა, გუშინ საღამოს ადგილობრივი დროით დაახლოებით 19 საათზე ტვერის ოლქში ჩამოვარდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კატასტროფა სამხედრო თვითმფრინავმა განიცადა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებლის ერთ-ერთი თვითმფრინავი გახლდათ. თვითმფრინავების ვიდეოებში ჩანს, რომ თვითმფრინავიდან აქ ფაქტობრივად თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა და ისე ჩამოვარდა მიწაზე. ვიდეოში ასევე ჩანს ხანძარი, რომელიც კატასტროფის ადგილზე გაჩნდა. თვითმფრინავები ამტკიცებენ, რომ მანამდე მათ ორი აფეთქების ხმაც გაიგეს. ადგილობრივები ასევე ყვებიან, რომ ადგილზე პოლიცია მალევე გამოჩნდა და უცხო პირების კატასტროფის ადგილთან მიახლოებას ხელი შეუშალა. რამდენიმე საათში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ავრცელებს ცნობას, რომ ბორცზე მყოფი 10-ვე პირი, რომელთაგან 7 მგზავრი და 3 ეკიპაჟის წევრი იყო, დაიღუპა. უფრო მოგვიანებით კი გამოქვეყნდა გარდაცვლილთა სიაც. მათ შორის არის ევგენი პრიგოჟინი და ასევე მისი უახლოესი თანამებრძოლი დმიტრი უტკინიც. ამჟამად ყველა ცხედარი ნაპოვნია და გადასვენებულია პროზექტურაში. მომხდარის გამოძიება კი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოს დაავალეს. ევგენი პრიგოჟინის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორცზე ყოფნას ადასტურებენ მასთან დაახლოებული პირები და თანამებრძოლების ნაწილი, ასევე ჟურნალისტი ქსენია სობჩაკიც. ისინი ღამით ეს პირები, მებრძოლები ვაგნერის ღამით შეიპყრიბნენ სამხედრო კომპანია ვაგნერის ცენტრთან სანქტ-პეტერბურგში და სიმბოლური მემორიალიც მოაწყვეს. იქ ახლა ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ რას ყვებიან ავიაკატასტროფის შესახებ თვითმხილველები და ვაგნერის მებრძოლები. მე აფეთქების ხმა გავიგე, თავი ავწიე და ჰაერში თეთრი კვამლი დავინახე. თვითმფრინავის ერთი ფრთა ერთ მხარეს გაფრინდა, დანარჩენი ნაწილი კი ცერად წავიდა და ცალი ფრთით ვარდნა დაიწყო. შემეშინდა, ვიფიქრე, რომ სოფელში ჩამოვარდებოდა. ველოსიპედზე დავჯექი და დაახლოებით 20 წუთში შემთხვევის ადგილზე ვიყავი. ყველაფერს ცეცხლი ეკიდა. გარშემო ხალხი დადიოდა. ისინი ცხედრების გამოყვანას ცდილობდნენ, მათი ნაწილების. არ ვიცი სიტყვები როგორ ვიპოვო, რადგან ჩვენ მეთაური დავკარგეთ. ჩვენ ორი მეთაური დავკარგეთ. ჩვენ ყავს სხვა მეთაურები, რომლებსაც უნდა დავემორჩილოთ. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი შიდა წესდების მიხედვით. ჩვენ სამძიმარს გამოვთქვამთ იმის გამო, რაც მოხდა. მოდით ერთად ვიყოთ. ჩვენ ველოდებით ჩვენი უფროსი მეთაურების შემდგომ განკარგულებებს. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან მის მიერ ჩადენილი ზოგიერთი ქმედება ისინი უნდა დასჯილიყო. არ არის აუცილებელი, რომ ეს ამ ქვეყანაში მთავარი პირის მხრიდან მომხდარიყო. შესაძლოა ვინმე სხვა ყოფილიყო, მას ბევრი მტერი ჰყავდა. ევგენი პრიგოჟინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო და მას ზედმეტსახელად პუტინის მზარეულსაც კი ეძახდნენ, უკრაინაში ომის მიმდინარეობისას მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყო. კერძო რუსული სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელი ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს და მათ შორის მინისტრ სერგეი შოიგუსაც. პრიგოჟინი ამბობდა, რომ რუსეთის თავდაცვის უწყება სათანადოდ ვერ მართავს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს და ასევე არ აწვდის სამხედროებს საბრძოლო მასალას. ზუსტად 2 თვის წინ ივნისში პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს დასდო ბრალი, რომ რუსეთის არმიამ ვაგნერელების საველე ბანაკები დაბომბა და თქვა მან ასევე, რომ ეგრეთ წოდებულ სამართლიანობის მარშს იწყებს. მისმა მებრძოლებმა დაიკავეს როსტოვის ძალოვანი სტრუქტურები, ხოლო ვაგნერელების კიდევ ერთი კოლონა უკვე მოსკოვისკენ დაიძრა. ამ პროცესში ჩამოაგდეს 2 ვერტფრენი და თვითმფრინავი, სხვადასხვა ცნობით მოკლულია დაახლოებით 15 რუსი სამხედრო, თუმცა მისი ამბოხი მალევე ჩაიშალა და პრიგოჟინს სამხედრო აჯანყების მოწყობაში დასდეს ბრალი. 24 ივნისს უკვე საღამოს პრიგოჟინმა თავად შეაჩერა ამბოხი და განაცხადა, რომ ვაგნერელები ბელარუსში გადავლენ. ამის შემდეგ პრიგოჟინის ადგილსამყოფელი შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა, ჯერ ის იყო ბელარუსში, შემდეგ კი სულ ბოლოს გავრცელდა მისი ვიდეო მიმართვა აფრიკიდან. რუსულ მედიაში აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი სამხედრო ამბოხიდან ზუსტად
ორ თვეში ჩამოვარდა. რუსი ჟურნალისტების, დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების ნაწილი ამბობს, რომ ეს იყო პუტინის ცივსისხლიანი შურისძიება და პრიგოჟინის თვითმფრინავს ამბოხიდან 2 თვის თავზე 2 რაკეტა ესროლეს. ეს ჯერ არ არის დადასტურებული, რა თქმა უნდა, დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებშიც პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდების ანალოგიურ ვერსიაზე საუბრობენ და რუსეთის პრეზიდენტის შურისძიებაზე ამახვილებენ ყურადღებას. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მისი განცხადება. შეიძლება გახსოვთ, მე ადრე მკითხეს ამის შესახებ. მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმასთან დაკავშირებით, რითიც ვმგზავრობ. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არაფერი გამიკვირდება. რუსეთში ბევრი რამ არ ხდება, რის უკანაც პუტინი არ დგას, მაგრამ იმდენი არ ვიცი, რომ ზუსტი პასუხი ვიცოდე. ამ ეტაპზე ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ კრემლში კომენტარი ჯერაც არ გაუკეთებიათ. მისი ცხედრის ამოცნობის შესახებ ასევე არავითარი ცნობები არ არსებობს. ვლადიმერ პუტინი დღეს ბრიქსის სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართავს და ელოდებიან, რომ შესაძლოა მან პირველი კომენტარი სწორედ ამ მიმართვის დროს გააკეთოს. მადლობა ლევან ახალაია იყო პირდაპირ ეთერში.